ჩვენ კი დავიწყებთ ჩვენს დღევანდელ გადაცემას ცეკვის მასტერკლასით და გვინდა მოგიყვეთ პლატფორმის შესახებ, სადაც სხვადასხვანაირი ცეკვის შესწავლა შეგიძლიათ. თან ისეთი ადამიანებისგან იცი რაც უნდა ვთქვა. რა ვიცი, რაღაცა ცეკვასთან ასოცირდები ჩემთვის. თან ისეთი ადამიანებისგან, ვინც ყველაზე მეტად მოგწონთ ცეკვის იმ სახეობაში, რომლის შესწავლაც შეიძლება რომ გინდოდეთ. კი ბატონო, და ეს ადამიანები არიან ისეთი ადამიანები, უცნობილესი თავის პროფესიაში და პროფესიონალები. რატო გამეცინა, იცი რომ მთელი ჩემი ცხოვრება არის ოცნება, არის ცეკვა. იმიტომ რომ ბავშვობაში რაღაცას ჩემთვის ცეკვავდი, დავდიოდი პირად სასახლეში და იმის მერე სადაც კი გავიგებ მუსიკას, იმ წუთში ჩემთვის ხელშლი წამოვხტები ხოლმე, მაგრამ რა თქმა უნდა, მე არა ვარ პროფესიონალი, მე არ ვიცი ისეთ ცეკვა, როგორც დღევანდელმა ჩვენმა სტუმრებმა, მაგრამ აი ეს პლატფორმა სწორედ მიჩენს იმედს, რომ შემიძლია განსაკუთრებით ამ პანდემიის პერიოდში, როცა სახლში ვართ ყველა, როცა ვარჯიში, რაღაც შეზღუდულია მოძრაობის სხვადასხვა მიმართულებები, შემიძლია მივიდე კი არა, არც მიხვიდე, ჩართოთ ფირი, უნდა გააკეთოთ ფირი და დავიწყეთ ცეკვა. ისე მართლაც ამბობთ მეც გამიშთა სრული, აი როგორც მოყვარულმა ვიარო რაღაცა ცეკვაზე, იმისთვის რომ ჩემს ხელს ასე ვთქვათ, მეტი სიჯანსაღე და სილამაზე შევძინო და თან ასევე ჩემ განწყობაზე იმოქმედო. ძალიან მნიშვნელოვანია. მოქმედებს ძალიან და თან აი თუ ვინმე უნდა გასწავლოს ეს ჟანრები, რომელიც არის ამ პლატფორმაზე წარმოადგენს, სწორედ ის პედაგოგები არიან ამ პლატფორმაზე და ორი მათგანი არის დღეს ჩვენთან სტუმრად. თია დარჩია, კეთი ხატიაშვილი, მოგესალმებით. მოგესალმებით. მე რაღაც ვიდეოებს გადავხედე ამ პლატფორმაზე, დამაინტერესა და შევედი. წინა კვირას იყო მე მგონი და დამიჯდა ჭკუაში, რომ ხომარ ჩავუჯდა გაკვეთილებს თქო. ხომარ არა. ხო ჩაუჯდე, უნდა ჩაუჯდე. მოდით გითხარით, სანამ დაიწყება ჩვენი მასტერკლასი, დღეს თეა ჩაგვიტარებს მასტერკლასს. ეს ბედნიერება გვაქვს ხოლმე ჩვენს გადაცემაში, რომ როდესაც თეა გვსტუმრობს, შემდეგ რამდენიმე ილეთს სწავლობ და მე რამდენიმე დღე აი ესეთი ტანით დავდივართ. რა არის ამ პლატფორმაზე, თეა? ქართული ცეკვის მიმართულებაზე ვისაუბროთ. თქვენც ალბათ გამოგიცდიათ ბავშვობაში, რომ ყველგან დადიოდით და სხვადასხვა ლოკაციებზე და აბა პლეხანოვიდან, იქიდან, აქეთ, ტანვარჯიშზე. დავბოდიალობდით, წინ და უკან ვასკდებოდით, აქეთ, რამხელა დროს, ფულს და ენერგიას ვხარჯავდით. ყველაფერი ერთად, ერთი კნოპკის დაჭერით. ერთი ღილაკის ბოდიში. ანუ მე შემიძლია ყველანაირი ჟანრი შევისწავლო. მოკლედ, შედიხარ დასის პლატფორმაზე. აჭერ ღილაკს ხელს. გინდა ტანვარჯიში. აგერქეთია? საუკეთესო ვერსია. თვითკეთევანი გასწავლის. გინდა ჰიპ-ჰოპი, ტყუპები ბიჭები. გინდა ლათინოამერიკული და ასე შემდეგ სამეჯლისო ცეკვები. თვით სალომე ჭაჭუა. გინდა აბა, გინდა ცეკვა. ქართული, სახასიათო, ასე შემდეგ რაცადმე მისწავლე ყველაფერი ჩავტენე. ისე რომ მთელი ჩვენი ბექგრაუნდი, მთელი ჩვენი ცხოვრება გამოცდილება ერთი ღილაკის დაჭერით თვეში 25 ლარად. უпроსტარად 24 ლარად და 99 კაპიკა. სხვათა შორის თვეში შეგიძლია შეისწავლო რაც გინდა. სხვათა შორის ძალიან ბევრი ცეკვის სტუდია არსებობს მთელ საქართველოში და მე მგონი ყველა ადამიანს ერთხელ მაინც ცხოვრებაში უვლია ცეკვაზე. და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ გნებავთ ცეკვა, გნებავთ სპორტული აქტივობა, მართლა დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული და ყველას ამის ხელმისაწვდომობა არ აქვს. და მით უმეტეს მოყვარულებს თქვათ, ჩვენაირ ადამიანებს არც ამის დრო არ გვაქვს. კეთი, ტანვარჯიში უფრო მეტად რაღაც სპორტთან ასოცირდება, ხო? და რაღაც მგონია რომ ფიზიკური მომზადება მეტი გჭირდება. აი, როგორ გააკეთეთ ეს გაკვეთილი? ალბათ სავარაუდოდ მეტი შეიძლება იყოს, როცა მარტო შენ თვითონ ცდილობ რაღაცებს. როგორ შეადგინა ეს გაკვეთილები ისე, რომ ყველასათვის შესაძლებელი იყოს საუყუროს? კი ბატონო, ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ გადაღებამდე და გავიარე კონსულტაცია თერაპევტთანაც, რომ აი როგორ უნდა დავიწყოთ სწავლა, იმიტომ რომ გასაგებია ბავშვი გვიყურებს და სარკისებურად ჩვენ ვაჩვენებთ. უხსნით რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე აი ეს უსაფრთხოება, რომ რამე არ იდგინოს. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ აი მინიმალური, ელემენტარული მოძრაობებით და სანამ გადავედით 8 პირველ სავალდებულო ილეთი
გაკვეთის შესწავლაზე, იქამდე ჩავწერეთ კიდევ ერთი გაკვეთილი, რომელიც ამაგრებს კუნთებს. როდესაც კუნთები მეტნაკლებად გამაგრებული ან თუნდაც აი ბავშვმა იგრძნო, ხო, რომ ბეჭებში რო გავსტორდი, რომელი კუნთები ჩაირთო. ის შეგრძნება მას თავისთავად უკვე ამახსოვრდება და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ზურგი გამაგრებულია, პრესი გავამაგრეთ, შევწიეთ, აი სადღაც ის უკვე მექანიკურად მუშაობს. მხოლოდ შემდეგ, აი ამ რამოდენიმე გაკვეთილის მერე, რომელიც ამაგრებს ზურგის კუნთებს განსაკუთრებით, რომელიც უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ ხერხემალი არის ბავშვისთვის მთავარი და სწორედ აი ეს ორი კუნთი იჭერს ამ ხერხემალს, იმისთვის რომ გამრუდება არ დაიწყოს. მერე ვსწავლობთ უკვე მოძრაობების შესწავლას, როგორიც არის შპაგატები, წინკეცა, სანთელი და ასე შემდეგ. წინკეცა რომელიც სიტყვის წინკეცა არის ეს და სხვათა შორის, ხო? წინკეცა ყოფილი. გარდა იმისა, რომ ძალიან სასარგებლო ვარჯიში არის, ვამბობთ კიდევაც გაკვეთილში, რომ აი აქ მშობელს შეუძლია დააკვირდეს და თუ რაიმე პრობლემა აქვს, ბავშვს შეამჩნიოს, იმიტომ რომ როგორც კი პატარა აცდენა არის, ან დისპლაზია, ან გამრუდების ნიშნები, იმ წამსვე წინ დახრის დროს ბავშვს ან ერთი მხარე გაურბის, ან ერთი მუხლი უფრო ეხრება. ეს არის ძალიან კარგი ერთგვარი აი რენტგენივით სავარჯიშო მოძრაობა, სადაც შეგვიძლია შევამოწმოთ. აუ, რაზე მეცინება, იცით, ეხა სალომე ჭაჭუა აკეთებ და აი ამოძრავებს და ხო არის მე გავავარდავთ ამ ეკრანზე, მგონი რომ სალომე ჭაჭუას ავით ვაკეთებ. და ამ დროს ხო ვერ ვაკეთებ. აი ეს რომ ვერავინ ვერ მისწორებს. ბედნიერი ხო ხარ? ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ სალომე ჭაჭუას ავით ვაკეთებ. ჩვენივით აკეთებ ძალიან კარგად. სხვათა შორის აი ეს კონტროლის ისა, რომ ვიღაცამ შემისწროს, ან რაღაცა ვიდეო ძალიან ბევრი ადამიანი ცეკვაზე მარტო იმიტომ არ მიდის, რომ ვინმე მარგა კონტროლს და კომპლექსია. დიდი პლუსი, რომ მარტო ხარ, არ კომპლექსდები, რომ სხვა გიყურებს, ან სხვისნაირად ვერ აკეთებ და როდესაც მაქსიმალურად გაშლილი ხარ და თავისუფალი ხარ და ტკბები ამ მოძრაობებით, მთავარი ხო ეს არის. მოძრაობა. აი მაგალითად, ხო, არის დამწყები ადამიანი, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს. ხო, ყველა ვერ ვიქნებით სალომე ჭაჭუა, მაგრამ რაღაც ბაზა ხო გჭირდება. ჩასაბარებელი გაკვეთილები არის მაინც რო სერტიფიცირების ბედნიერება. პირდაპირ ვიწყებ, ხვერავარ თეადარჩია, მაგრამ მინდა. ეტაპობრივად დავაწყეთ, ეტაპობრივად. ხო, როგორ არის? იწყება მარტივით და მერე იწყება ძალიან ბევრი კარგი ფუნქცია აქვს, თქვათ შეგიძლია კადრი შემოაბრუნო, შეანელო, გააჩერო, გადაახვიო, რასაც გინდა ხო, ეგ აუცილებელია რომ გადაახვიო. აი ვერ გაიგე მოძრაობა, გადაახვევ, თავიდან ნახავ, თავიდან მოусვენ, გაიპევ, კიდე. ანუ რა დონეზე შეიძლება მივიყვანა ჩემი ცეკვის შესაძლებლობა, აი რომ ჩვენ დონეზე. აი იმუშავებ, თუ აი რა დონეზე შეიძლება მივიდრო, ისე ვიცეკვა სადღაც მეგობრებში თუ სადღაც ქორწილში რომ არ შემწხვეს? აი შემემართება მაგას რომ მეუბნებიან ქორწილებისთვის. ну ესე ხო ის არის 200 კაცი რომ გიყურებ და ანუ ადრე იყო ეს ყოველ შემთხვევაში 200 კაცი ქორწილები გინდოდა რომ ბარემ იცი რა სადამდეც უნარებით გეცეკვა მაგრამ ერთი მომენტია რომ ცეკვა ვიცი ესეთი მცნება არ არსებობს მართლა მეც არ ვიცი ცეკვა აუ კარგი გეუბნები მეც დღემდე ვსწავლობ სულ ვსწავლობ აი ხო დღეს რაჭული რომელიც უნდა თქვენ ცოტა 1-2 მოძრაობა გასწავლოთ და მეც ეხლა დავიწყე რაჭულის სწავლა ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფი შოთა ჯიშკარიანმა და ბათუმის სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფმა თემურ ქორიძემ რამოდენიმე ესეთი სვეტური მოძრაობები ჩამიყარეს ვაიბერში და გიჟივით ვიდექი და ვსწავლობდი იმიტომ რომ ნინო რამიშვილს არ დაუდგამს არასდროს ესექვა და ესექვა საერთოდ არ ვიცოდი მაგრამ ისეთი მოთხოვნილება პუბლიკის რომ იძულებული კი იძულებული გავხდი რომ ჯერ მე მესწავლა ეს გამეთავისებინა ჯერ მეც ჭყლინტი ვარ ამ ამბავში თქვენთან ერთად უნდა ანუ პირველად ნახავს ჩვენი მაყურებელი შენს მე თვითონ პირველად ვცეკვავ ანუ პრემიერა გვაქვს რაჭულის ცეკვის ბორდელას ხო მუსიკას რაც ეხება არასდროს არ მომწონდა ეს მოკლე კაბანო რო გაცვია და რაღაცები არ შემეძლო ამაზე ცეკვის გაკეთება ხვდები აი ეს ხო ფოლკლორი გონია და თურმე გუშინ წინ უმღერია ვიღაცას და არც ვიცოდ მოკლე კაბანო რომ გაც რაჭული არც ტაში ბიჭო გიორგონა აი მოკლედ ბორდელა მღერის ისეთ რაჭულს ვიცი აი მუსიკამ ინსპირაცია წამოიღო და იქ ბიჭები დამეხმარნენ და მათი გოგოები და არა ეგ გაჭარული ეგ გაჭარული უკაცრავად ახედავ რამდენი ვარიანტი წამოვიდა მუსიკისაც და ძალიან კარგია ეს იმიტომ რომ ცეკვა სხვადასხვა ვარიაციები ხეთი ისწავლი ჩვენთან ერთად აუცილებლად აბა რა კარგია ხო არ ესეთი შესაძლებლობა მეორედ არ მექნება კეთი ისეთი ნიჭერია ჰაერში იჭერს მოძრაობებს კარგი მოდი მაშინ ახლა ასე ვქნათ ჯერ ვნახოთ ეს ცეკვა პირველად
რომელსაც თეა შეასრულებს ჩვენს სტუდიაში. რამდენი უნდა მაცეკოთ და მე დაგოგმანებს, აი დასრიალებს. თვითონ არ დადის, ნახე. გორგოლაჭებს. ეს არის უმაღლესი კლასის მაჩვენებელი. ამით ვაკვირვებ არ გახსოვს ჩვენ სამი წელიწადი დავდივებით ერთი 1-2-3 უკვე მე 3 წელს ერთ-ერთ დავდივ. ეხლა ისე აჩქარდა. აბა არ უნდა განძრეულიყო. სხვათა შორის ეხლა იმ ბოდიში ჩავერევი ძალიან გამარტივებული არის ბავშვებისთვის სწავლა, ინტერესი რო არ დაკარგონ. იმდენად ხელმისაწვდომი გახდა მათთვის ყველა მოძრაობა, რომ აღარ უნდათ აი დადგე ძელთან და ნახევარი საათი მარტო აი ეს ისწავლა. ეგრევე ამბობენ, ეს არ მინდა, მე მინდა ბურთი, სახტუნა ორგოლი. რაც მათთვის საინტერესოა და პრინციპში სწორიც არის, სწორედ ეს იზიდავს მათ სპორტულ. ხო, მაგრამ ეს რაღაც მხრივ ჩვენთვის უფრო რთულია მივაწოდოთ და ხო, აი რაღაც კარგად გამოვძერწოთ ბავშვი, მაგრამ მეორეს მხრივ ადაპტირებული სწავლება წამოვიდა. მაგრამ რჩება რაღაც პროფესიონალურ დონეზე სწავლა და ის უკვე სხვა კატეგორიაა. აი როგორც ენის სწავლა ბავშვი რო ჩნდება ჯერ ხო ჩლიფინებს და მე ამ ჩლიფინს ხვეწავს და მე სწავლობს წერა-კითხვას. ჩვენ პირიქით გვასწავლიდნენ, ჯერ წერა-კითხვას, მოძრაობებს გვასწავლიდნენ და მე ამ მოძრაობებით ცეკვას. რა, წავედით ახლა რა. ჯერ ნახოთ ხო თეას და მე ჩავთოთ ეს პორტალი. და მე ვისწავლოთ. აუ თეაქ ეხლა უნდა ვიცეკვო. გინდა ჯერ გვასწავლო, როგორ ჩვენ გინდა ისე. პირველად ცეკვავა. შენ და ნერვები. გინდა ჯერ გვასწავლო, გირჩევია. მოდი ჯერ გასწავლით რომ მეც გავხურდე ცოტა იმ გაყინული მაქვს. კარგი. ესე იგი რა ჭულს სწავლობთ შენთან ერთად ჩვენც პირველად კი რა და საერთოდ პირველად აი ჩვენი სცენა. შვენიერი ახალი სცენა გავსწავლებელო, თეამასწავლებელო. ამ სცენაზე ჯერ არ დავწერია. არც ჩვენ სხვათა შორის. ყინულივით არის. აბა ჩვენ გვინდა მუსიკა. მუსიკა თუ შეიძლება. ჩვენ კი არა მე ყოფნის ისა სცენა ყოფნის. ოჩახტიკო ნახე. ადიომი დაჭიმე და ფეხის წინ. გავიცინეთ რას თავარია განწყობა გოგოებო. აუციეთ მუსიკას. მოძრაობა განის და წვიმები როგორ დამეცაბა თან ვარჯიშობ ხო? მიხვდი პადიომი 5 6 7 8 და რა ძნელია. აი მე რა გწინა. დავიდა. ცოტა შეგვიძლია დააპაუზეთ პორტალი, ნუ გადავახვიე უკან, ეს მოძრაობა ვერ ვნახე. ის ჩემი ოქროები, ნახეთ, გასაითაც მიდიხართ იქ და ფეხი გადადგი, შემოიცვი. ფეხი აქ შემოიცვი, ხელი აქ. შემოს და უკან შეკეცე ხელი, ხო? ნახეთ, თავი პირდაპირ შემოიცვი, დადგი და უკან შედგი. გადადგი, შემოიცვი, დადგი, შედგი. მაგრამ ძალიან არ უნდა აკრა ფეხი, ხო? რაღაცა. აი ესე. ეს ხმარა კარ. თეას დასი ვართ ჩვენ, ვარ თეას დასი. ერთი წუთით მუსიკის გარეშე ჯერ. აბა მაჩვენეთ, წავიდა. 1 1 2 3 1 1 2 3 1 1 2 ყოჩა. ეხლა ნახე, დადგი. ჰოს. 1 2 მომეწონა. დადგი. ჰოს. 1 2 3 დადგი. ჰოს. 1 2 3 ყოჩა. უნდა გადავაბათ? ხო, ეხლა ჩაცალცალკე დავეჭოთ. ეხლა ნახე. ანუ ყოჩახი გაგეუნებია. არა, მოიცადე. ყოჩა. ეს გავიაროთ მუსიკა. კი ბატონო. კადრში. მუსიკა. წავიდა. ხობა. არა, ეს ძალიან ჩქარია, ცოტა წინ წაიღეთ. აი ეს, ხო. რა დამყარა? 1 2 3 1 მსუბუქად 3 1 1 2 3 1 2 3 აცას აცება. Harmonia,
მუსიკა. ეხა შენ შემდეგ ნახეთ გოგოებო, წინ ჩადგი. უკან ჩადგი. 1 2 მოდი შეხი არა კარგი, მოდი თავიდან ჩავრთათ, ჩვენ გავეცნებით. სულ გიყო? ჩვენ მიდი გვაჩვენე და მერე კიდე. კარგით, მაშინ ისეთი მოძრაობა გავაკეთოთ, რასაც ყველა გავაკეთებთ. კარგი? მაგალითად, უყურე 1 2 3 4. ხო იცით ეს მოძრაობა? უბრალოდ ხრები მუშაობს გემრიელ. ეს მოძრაობაც ორივე ფეხი შეკეცე 1 2 1 2 ოჩა, აი რა ნიჭიერები. ფეა, გეხვეწები, მინდა რომ მუსიკაში გვაჩვენო, შენ გადაბმულეს მოძრაობა. ჩვენ ტას დაგიგო. ამას ნიშნავს. ორია. არა, აღვიქნებით. კარგით. აქვს არჯერ თეა. ძალიან კარგია. აი მე გულის კუნთი დილით არ მუშაობს ჩემი. ძალიან დიდი მადლობა, თეა, დიდი მადლობა. ძალიან მაგარი გოგოები ხართ, მოკეთ ვისაც უნდა ცეკვა შეისწავლოს და თან უნდა გაკეთოს ეს თავისთვის ჩუმად, მაგრამ პროფესიონალებთან ერთად და რას ვთავარია? ეს არის მათი ადგილი. გადასარევი სახელმწიფო საჩუქარია. აი თუ გინდა რომ 100 ამონო ადამიანს. შეგიძლია აჩუქო. მართალი ხარ თეა. ახლა ერთი ჩვენ ვაჩუქო 25 ლარა. მედი საჩუქარი რა გინდა? იაფი და კარგი საჩუქარი არსებობს. და ბედნიერების მომტანი. დიდი მადლობა, ცეკვა აბედნიერებს. მადლობა გოგოებო. წავედით, მუსიკა ჩაგვირთეთ და წავედით. წავედით. It's